ხო, ვიღაც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს სიგიჟია მათი, სიგიჟია ამის ბრალი, თუ ძალიან კარგი მახედაუგო ვიღაცა. სიდებილეზე უფრო მეტყველებს. სიგიჟე, სიდებილე კიდე. ბიჭო, სიდებილე უღირსება, სიმყარის ნაკლებობა, ხალხის მხარდაჭერის ნაკლებობა, ნუ ჯამში იღებ მე ისიც რაც მივიღეთ რა. გახსოვთ ჩვენ ძალიან ცნობილი კაცი, გედი ფობხაძე. ტყვიას რო შუბლით ეფარებოდა. კი ბატონო. აი, გადაეფარა, ხო? აი, ეხლა შეხედეთ როგორ გადაეფარა, გთხოვთ გაუშვათ. შენაკაცა. აი, თავიდან გაუშვი ერთი კიდე. ჩვენი ქოშადია ძმა. ხელება აპრობილი გადაეფარა ძმა. რა ეს დაემართა, ეს არის სახე მთელი აი ამ ვირიშვილებისა, რომლებიც ეგა ბლატაობა მეგრე ზედმეტმა ბლატაობა. შემდეგ არის ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი, დაუმსახურებლად ბლატაობა. კი ბატონო, რომელიც ასე ვთქვათ კვიცი როგორ ზახტის? მეთქი კვიცი როგორ ზახტის? და ამ პერსონაჟის ვიდეოს ჩვენ რა თქმა უნდა გავუშვებთ, აი ახლა, აი, უყურე. აი ეს. რომ მე დავცინე ბოდიში და უთხარი. ბოდიში, ჭუჭუ გაწელე, თქო რა დრო შენი რევოლუცია თქო და მან აი ესეთი მომიზუნა. ესეც საინტერესოა მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი რომ დავინახოთ. არ ვიცი ვინ არის, მე მომმართა. ჯერ ტირილი გაუშვი. ეს ვინ არის? ორ ჩლენ შუა, ერთი ჩლენი ესა. გვაქვს ტირილი? ტირილი გვაქვს? რა არის? გაუშვი ვინ არის, ჰა? ტირილი მოусმენთ, მართლა არ ვიცი. გაუშვი. ბიჭო, ორ ჩლენ შორისო, ბაჩომ რო დაარქვა, გადაცემა რომ იყავთ. ერთ-ერთია. გავიგე. თორნიკე რაზმაც, ბოდიში არ ვიცოდი. მეტო ჩემო, მაპატიეთ. გაუშვით თუ შეიძლება რო ტირის. თორნიკე მე მესმის რომ ძალიან ემოციური ამბავია და რთულია თავის შეკავება. ეს რის იცრემლები იყო ესე დავსვამდი კითხვას რა. მე ემოციებიდან გამომდინარე დაამბუნებელია ალბათ. კი ბატონო, გსურს რომ შემიძლია გიორგისთან გავაქცევო საუბარი თუ რაღაც თავს ისე გრძნობთ. კი ბატონო. დაგვტოვებ ხო, ხო მესმის, კარგი. თორნიკემ დაგვტოვა ბოდიშს ვხვდი მაყურებელსაც მისი ემოციური მდგომარეობიდან. ხო და აგერ მე მომმართა მე და ალბათ თქვენც რა და ყველას ქართული ოცნების მე არ დამიცინია ეს ბიჭი პირიქით დავასაპორტე ძმაო კაცების სტილიან და ეგრე გავუშვათ ყველგან გამოდო ჩემი ვიდეოები რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ პატრიარქ ამბროსი ხელაიაზე ზვიად გამსახურდიაზე და მერა პოსტაუზე საუბრისდროს ფრენები მომდის და უნდა ეს ვიდეო დაამონტაჟო თითქოს ჩავარდნილი რევოლუციის და უიმედობის გამო ტირისო საქართველოს ისტორიულ ტრაგედიებზე საუბრის დროს ცრემლების წამოსვლა საერთოდ არ მიმაჩნია სასირცხვილოდ სირცხვილი ის იქნებოდა ქალისგან დამსახურებული სილის მერე რომ ეწუწუნა და მეტირა იმაზე ლოყა როგორ ამიწუხდა საკუთარი შვილი ლაპარაკებოდეს როგორც შეიძლება ტყუილად ცდილობ ჩემგან ჩმორის და შიშარას გამოყვანას მე ვარ ის ადამიანი საქართველოს მოქალაქეებს რომ ურეკავდით ტელეფონზე და აგინებდით პირდაპირ ეთერში საკუთარი ნომერი გამოვაცხადე ცემით მემუქრებით დღემდე ახლაც და პოლიციაშიც კი არ წავსულვარ ამის გამო და თქვენ კიდე ხართ ადამიანები რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად სახლიდან დაცვის გარეშე ვერ გამოდიხართ მე ხო და შალვა მოვა დრო და შენ ყველაზე კარგად იცი რომ ეგ დრო აუცილებლად მოვა როცა ქოცები ხელისუფლებას დაკარგავენ და შენ იქნები ერთ-ერთი პირველი ვისაც ხალხი ქუჩაში ყურებით გამოათრებს და ჩაქოლვას დაუპირებს და მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი ან ვინც ის ერთადერთი ვინც იტყვის რომ ყველაფრის მიუხედავად ეგ არასწორია და იქნებ ციხე ვაკმაროთ კარგი მე რა მაინტერესებს მე მინდა დავიწყოთ რომ არც ერთ ჩვენგანს არ ყავს დაცვა ჩემო ორჩნეში ვამყოფოთ სადმე რომ გადამეყარო და რამე მითხრა აი 6 თვეს აწრუპით შეჭამ იზე მოგამტრაო ყველაფერს მაგრამ ამას თავი დავანებო არა შეიძლება მოგერიოს 50 ესეთი ხო უნდა მომერიოს 50 ესეთი ბიჭო ვარჯიშობ როგორიც აი ხო მაგრამ 60 ესეთი სადაც დააფურთხებს იქ დავაგდებ კარგი ეგ ხო მაგრამ ეგ იქით იყო ბიჭო ტიპებს წამოცდათ რისი აშენება უნდათ არ არის სადაც რისი აშენება მართლა გეუნებით მე ეგრე ვარ მაგარ ხოთზე ვარ და პირდაპირ ვეუნები ყველა ცემა მორევაზია მე მაგით ვარ მორევაზეც მაო მაგრამ შეიძლება მე დავამთავრე რომ მე რა ხარ მე მეხებოდა და მე თქვი კომენტარს გავაკეთე ტიპებს წამოცდათ რა პერევაროტის მერე რას აპირებენ ანუ
просто მაინტერესებს აი არ ვარ შალვას დამცველი რატო უნდა ჩაქოლოთ და კარგი ვარიანტი რატო არის ციხეში რატო მიყავთ აი არაფერი უთხარით რომ ცუდი ადამიანს საშინელებები აქვს ნალაპარაკები ციხეში რატო იციან რატო რამე ხო არ იციან ანუ რომ ლაპარაკობ რაღაცა ჩარლი კითხავს თავს არ ვადარო ვაფშე ტიპებს რა საზოგადოების მოწყობა უნდა ბიჭო რუსეთის აგენტობაზე გაქვს რო კავე რა პრობლემაა რუსეთის აგენტობაზე კაი ბიჭო აბდალაძე დაიჭირეს რუსეთის აგენტობას კაცო ფოტო გადაიღო და მე გადავედი ვისი თქმა მინდა ერთი წუთი კიდე ამ ნახევრად სახუმარო ვიდეოში ამ რაღაცნაირი სვედანი ტიპისგან ისეთი კი მაგრამ სტრიქონებს შორის ჩვენ აი ეს იმპლიციტურად შეგვიძლია წავიკითხოთ ძალიან მშვენიერი რამ ტიპები ლაპარაკობენ რომ ჩვენ გვინდა იმ საზოგადოების აშენება სადაც განსხვავებული აზრის გამო ოპინიონ მეიკერები ერთი უნდა ჩაიქოლონ ქუჩაში და ამის ყველაზე კარგი პოზიტიური ალტერნატივა არის გაუშვათ ციხეში. ანუ ციხე არის მადლობა უნდა თქვა, რომ დაუძაღოლ და ამას რო ურეკავ რომ ბიჭო, ქოლავენ და გეხვეწები ციხე გამიკეთე რა. ნაცების ციხეთან. ნაცების ციხეში. ანუ ტიპმა ჩვეულებრივად ილაპარაკა, ესე იგი არ ვიცი, ნუ რა უნდა თქვა რა. აი, ხდები ადამიანები როგორ დააზომბირეს იქ, რომ განმაგერაც ვერ შეამჩნია. დააზომბირეს იქ, ხდები? განმაგერაც ვერ შეამჩნია. სუფლიორზე კითხულობდა მაგ ტექსტს. მე რა წაიკითხოს. ისე სხვათა შორის ამ ბიჭის იმებს ზოგადად პოზიციებს რო გაესნო, არ არის ძალიან გამაღიზიანებელი ტიპი. რაღაცა უჭირავს ისეთი თითქოს სიმართლის ძიება უნდა, მაგრამ ეს რატო წამოწდა ბიჭო, რანაირად უნდა შენ ჭირიმე, რატო უნდა გაუშვა ეს კაცი ციხეში ყველაზე კაი პონჩი და რატო უნდა ჩამქო? თორე თქვი რომ საშინელი რაღაცები აქვს ნალაპარაკები, ისეთი რომ არავის არასდროს არ არა, ყველაზე მაგარია რომ ციხეში რა. თან შენ იქიდან ბევრი მადლობა ვალში რჩები ამასთან. ო, არა, რა თქმა უნდა. მეგობრებო, მანუკა ჯორჯოლიანზე მინდა გითხრათ ეხლა ეს ვადა გაუვიდა კი არა იმას ბოტოქს. კი, გაუვიდა სხვა ნერვულოვანს და გიჟი რო ყავთ ერთი სექსუალური ორიენტაცია რო კი არა და სექსუალური ენერგია რო ბევრი ქალი არიჟიმაოთო რომ მოუწოდა. ნანა სანდერი. სექსი არ გქონდეთ 4-მდე. მე მგონი მაგითო წააგესო სექსი ქონდა წინა. მაგას არა გასწევი. ჩემი ეგ შესლომა დაუშვეს და აი ბიჭო, აი არც შენ ამოდი სიგიჟე მე იდიოტიზმი ბიჭო სექსი გონდა და მაგითო ვერ გააკეთეს რევოლუცია გონდა და მე გიორგი გამსახურდია ჩვენ ძმას გიორგი გამსახურდიას ქონდა ძალიან კარგი ვერსია მათ ფოტოს მე და არა რეალურად მე ვიცი რატომაც ვერ შედგა რევოლუცია ხელი არა უწევია ისე პრინციპში სადიღო ხელისაწვდომი ბიჭო ეგ რო აეწიათ არა მე მგონი მართლა დღეს არ გავარჩიოთ ეს რევოლუცია იმიტომ რომ ხალხი იცი როგორ მეკითხება თვითონაც არ ჯერა რა გავარჩიოთ რა ის ვიდეოები გაუშვათ მაგარი თემები გაუშვათ ვაფშე ანალიზი გავაკეთოთ შეიძლება ჩვენ ერთი თვე არ გვეყოს ამ ანალიზისთვის რა მინდა გავუშვათ გულბოს ჯუნიორის ვიდეო კი მაგ სადაც თავში რა მოხდა ზეხტის რა მოხდა მანიფესტაციას ვიხილოთ ნახე ეგ ვიდეო კი მე მაქვს ეხლა ერთი წუთი გულბოს ჯუნიორის ვიდეო ნახე მაქვს არა მამაზე მეტად რო დაწინაურდა მამამის ხო იყო ყველა დაპირისპირებაში ყველაც ხელს მაგრამ შანსი არ გაქვს ქრებოდა და იხეოდა მამაშენს ვერ აჯობებ იმიტომ რომ ის უფრო სასაცილოა ბიჭო არა მამამისი ამბობდა რომ მე იქ ვიყავი თქვენ ვერ ნახეთო მაგრამ რომ იცოდეთ რა ხდება ეს ნახე ხა რა მაგრამ რომ იცოდეთ რა ხდება ტელეპრინულმა დაივიწყა თვითონ ეგრეთ წოდებული რევოლუციის დროს რო არის ხაზარაძის ჩმორები არიან ხაზარაძის ჩმორები და შეუბერეს რევოლუციური მე რო არ მოხდა ეს ამბავი და გადავიდნენ უკვე დამუნათებაზე ნაცების რომ სარიყავით ნაცება, როცა თქვენი მომხრეები თქვენს მიერ ორგანიზებულ რევოლუციაზე დაიჭირეს ისე რომ გარშემო არავინ არ ყავდათო. მიადგნენ პირველი გულბოს ჯუნიორს და ეკითხებიან. გავშით. არავინ არ გვინახეთ და მიზეზი ამის რა არის გაემიჯნეთ ბოლოს ამ პროცესებს. არა 5 საათის განმავლობაში ნანუკა ხავ მე დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქ ნანახი სად ვიყავი და სად მოვძრაობ. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე რომ ირაკლი ნადირაძე და მურთა ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა ბუჭუაძე მეგონა რომ ესა პაატა მაჯგავაძე მეგონა რომ მეგონა სახში იყო წასული ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა რომ აი ეს ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. არ მოიკითხეთ მე თქო თქვენი თანაპარტიელია თქვენი თანაგუნდები ხომ არის და იქნება არ მოკითხვის დონეზე
ჩატებში რა ხდებოდა ეს ყველამ კარგად იცის ახლა რა და მე ამ შენიშვნა საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. არ მივიღებ ამ შენიშვნას ახლა რომ ირაკლი ნადირაძე და მურთა ზოდელავა მე მივატოვე. აი გამიწვალება აღარ მინდა მეტი. აჩვენებს ახლა ვიდეოს. რომ იქ იყვნენ დარჩენილი შედიან ხელგადახვეული მურთა ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმანების პირისპირ. მათთან ერთად მხოლოდ 3 ადამიანი, არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მიდიოდნენ აქ დასალაპარაკებლად, ხო ესე იყო და მე დაიძაბა. არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ. არ ვიცოდი. აბა რა იცოდი, ძმაო. რა არის რომელი გეგმის შესახებ? აი მაგალითად აი ეს ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი მე ორბელიანის მოედანზე და უკვე ირაკლი ნადირაძე რომელიც მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ვნახეთ გავაჩეროთ აგ ეხოთ. იშვიათი ჩლენია ძმაო. მამაზე მოშნი ჩლენი გამოდგა ეს ძმაო. მოშნი. იმენა წევრია. მაგრამ მე ვერ გავიგე რა აზრი აქვს რომ დაძდევენ იმას, რა ქვია, ამათ. როგორ არა აქვს აზრი. ბიჭო, უყურე, ქაქში რომელი უფრო მეტი ქაქია, მაგიმა მოძებნო? ესენი არიან ტიპები. თვითონ რა უფლება? გაჩერდი, ესენი რა უფლება? გეუნები. ტელეპიროს ვინ აძლევს ფულს? ტელეპიროს რა უფლება? ვინ აძლევს ფულს? არა, ეგ გავიგე. ეხა უყურე. ტელეპიროს ვინც აძლევს ფულს? იმას ვინ ეუნებოდა რომ თქვენ რო არჩევნებში მონაწილეობას იღებთ, ღალატის ტოლფასიაო. ესენი. და ამათ მაუღალატეს ბიჭო რევოლუციურ გეგმას. არა. რევკომს არ დაუდგნენ გვერდში. შეატოვეს ძმაო პაატა ბურჭულაძე იმას რა ქვია, ვიღაც 20 კაცს. ბიჭო მე ეგეთი კითხვა მაქვს რა. ნახეთ, თავი წარმოიდგინეთ ანალიტიკურ პოზიციიდან შეხედეთ საკითხს და ხართ რადიკალი ოპოზიციონერი. ტერს დაავს. ეხა სახელები რო დაარქვათ, ვინ ის არის გნიდა, ვინ შაკალია, ვინ კაია, ვინ ცუდია, რა სახელებს დაარქვათ? ვერ დავარქვი. აი იქაური. რა აზრი აქვს ამას? იქაური ხარ, ხო? არა, მეც მაგას გეუნები, ჯერ რა უფლები აი ამას დაანებე თავი. აი შენ წარმოიდგინე ხარ იქაური. რა სახელებს დაარქვათ? ვერ დაარქმე, ვერავის ვერაფერს. ვერ დაარქმე. ის ვინ არის? ყველა ქაქია. გნიდა ვინ არის? ყველა. შაკალი. ყველა. კაი? არც ერთი. როგორ ვიღაც? ვინა, არც ერთი არ არის კაი. იქაური გადმოსახელები. იქაური ხო და ყველა ამბობს რომ მე კაი ვარ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს და შენთან ერთად კაი ვინ არის? არავინ, ყველა გნიდაა. მაგას ამბობენ. გნიდაა მაგალითად ის ხალხი ვინც შევარდა ციხეში და იცოდა ეს ამბავი და ციხეში გამოიზამთრა, ასე ვთქვათ. გნიდაა ვინც პარლამენტის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. გნიდაა ვინც არ მიიღო. გნიდაა ვინც უღალატა ზოდელავას და ბურჭულას, მაგრამ თავად ესენიც გნიდები არიან. მართლა და ჯებირი მოწყვიტა და მაგაზე გაყო ეგენს გნიდები. ამაზე სხვა შორის ძალიან კარგი. ის საწოდავი ბავშვები, რომლებმაც ჯებირი მოწყვიტეს, ის საწოდავი ბავშვები. და სხვა შორის ამაზე ქართულ პროზაში ლორდ კიფანიძეს არის ხო ტრაგედია უგმიროთ? ჰა? პოემიშლება. ტრაგედია უგმიროთ ხო ლორდ კიფანიძეს? კი. აი ეს არის მდგომარეობა ტრაგედია უგმიროთ რა. მართლა ეგ ხდება. მე გამახსენდა ბავშვი. უგმიროთ ოღონდ რას გულისხმობ? ვაფშე ყველა შაკალია რა. მე გამახსენდა. სიმართლე არის. ეს კიდე ფილმები რო არის ხო იცი ყველა რო ანტაგონისტია, აი ყველა რო ვილანია და დოგვილი რეებია შემოგვაშველე მართალი ყოფილა. მართალ შეფლი ყოფილა. ხო, შემოგვაშველე რა. ცუდი კაცი რო ყოფილა. დოგვილი, კიდე რა არის, აი ყველა რო ერთმანეთზე ცუდია. ესა იმის ტარანტინოს ფილმი ბეშენიებსი. ბეშენიებსი უსუეჟესი ხალხია ძმაო. მე ყველა ცუდი. მენა მაგარი კაცები არიან, მაგათ მოადარებ. ყველა ცუდი. არა ძმაო, ყველა მაგარი კაცია. ეხა უყურე. მე მქონდა ბავშვობაში ოსურის ზღაპრები. საშინელებაა. ძალიან კლასნია რა სამბო. ძალიან მრაჩნია. ოსურ ზღაპრებში. მრაჩნი არ ქვია, უჯასები. ოსურ ზღაპრებში იყო ნაცარქექიას ოსური ვარიანტი. ძალიან დიდია რა. დიდი ზღაპარი არის რა, ნაცარქექია 3 დაყავს, мама უკვდება, იქ საფლავზე იცავს მამას და იმენა თემაა რა, მერე მოდის ტიპი, რომელსაც ყავს რა ქვია ცხენი, იმაზე დარბის რა ქვია, დედამიწას წრეს არ ტყავს თელ დედამიწას ერთ დღეში და ამბავი რა, ანუ იმენა მაგარი მითოლოგია გაშლი. და მან ეს დევი ყველა ტიპს ეგეც ნაცარქექიას ხო დევი ნაცარქექია როგორ უყურებს ხო როგორც არის მათხოვარი პეშკა ტიპი რა აქ ძალიან მაგარი სახელდება გაკეთებული რა თის გობენძურალა რომელიც წელი ბავშვი რას ნიშნავდა შეიძლება დავარქვათ ამას ეს არის რომ თის გობენძურალი არა იმიტომ რომ უცნაური მდგომარეობა მე მგონი აი ფუკოს რო სიგიჟე ქონდა აღწერილი
შუა საუკუნეებში რომ ბრძენები იყვნენ. გვარჭირდება ამ თემას. მე მგონია რომ ტაბლიაშვილი აქ გამოდგება მართლა ბრძენი ამას. აი გავშვით აი შეხედე ეგ უცნაურობა აი გავშვით ამოტრიალდება ყველაფერი. მოკლედ მე კი ავსავ ამგვარ კითხვას დაუშვეს თუ არა გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა 1 2 3 რა ვიცი 7 17 ტაქტიკური არა სტრატეგიული იმდენად რამდენადაც ტაქტიკური შეცდომა ალბათ ეს კითხვაა დასასველი აი ეს მომიტინგეები ეს პროტესტის ეს მონაწილეები რომ გამოვიდნენ ქუჩაში და უშუალოდ პაატა ბურჭულაძემ დაუშვა თუ არა შეცდომები მე გაგიზიარეთ ჩემს პირუთვნელ აზრს დიახ ახლა უკვე პატიმარმა ბურჭულაძემ და სხვებმა ზოდელავამ ბერიძემ სხვა ორგანიზატორებმა უამრავი შეცდომა და ანუ მან მაგარია რას ამბობს იცი ტაქტიკურიო და სტრატეგიული არაო ძალიან არ იცოდეს ახლა ამას რა არის ტაქტიკური ანუ სტრატეგია ის რომ გადატრიალება უნდა მოეხდინოს იყოს სწორი უბრალოდ კარი არ ქონდა აი პატარა ის იყო რა პატარა რაღაცა იგი ნიუანსები ვერ გათვალეს ამას იზახის მეორე ვიდეო გავუკეთე პირიქით სტრატეგიული და ფუნდამენტური შეცდომები და რომ არსებობენ ვაფშე შიდა კონსტიტუცია ეგზისტენციალური კონსტიტუცია აქვს შესაძლებელი თორე სტრატეგია და ის ტაქტიკური შეცდომა არა ის თავიდან დავიწყო კონტურები ჰქონდათ არასწორად მოხაზული რა ხალხი ეს ბრბო ეს რომ დadzიან და მათი ლიდერები არის ეგრეთ წოდებული deep state-ის ლიბერალური დემოკრატიის ლიბერალური ფაშიზმის ასკოლკები ეგ ლიბერალური ფაშიზმი აგებს თელ სოფლიოში აგერ შემოგვემატა ჩვენ სიმდებს შემოემატა ჩეხეთი ძმაო და ნახავთ რა მოხდება რა ჩეხეთში და ეს აგრიალო ჩავალთ ბიჭები ხა ჩეხეთში ხო არის ყვადრე ჩვენ საჩვენო არა მანამდე დავდიოთ კაცო აი ხა უფრო ხო და შესაბამისად წინ ბევრი სხვა ევროპული ქვეყანაა რომელიც აი ამ რევოლუციას მოახდენს როგორც ისეც არა აქ რო ახდენდით თვითონ შესაბამისად ასეთი წაგებული პროექტის მონა რო ხარ იქ წაგებული ჩანასახშივე წაგებული პროექტის მონა მაშინ დაძრეული გაქვს და ეგ არის რა სად იყო ანი წითლიძე ანი წითლიძე არ ვიცი ანი წითლიძე რომელიც ამბობდა რომ მე ვარო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციისო მე იმ აქციაზე არსად არ მინახავს ვინმე ვნახეთ სადმე შენიშნეთ ანა წითლიძე არა სად იყო ის რა ქვია შეყვარებული მიშას ის ბიჭი ბარამიძე სად იყო მიშა რატო არ გამოიხსნა ციხიდან მიშა რატო არ გამოიხსნა ციხიდან კი ბატონო სად კი ბატონო სად არიან ეს გნიდები სადა პაվել ჰერჩინსკი რატო არ აკეთებს განცხადებას ო სად არის პრეზიდენტის იმაზე შეევარდნის ფაქტი იყო თუ არა ცეცხლი წაუკიდას თუ არა ნახევარქალა ახლა ძახელი ცი ბეტონი არ იყო კარგად ჩასხმულიო იქ ეგეც რო ჩვენ გვეტანება ბიჭო რა მარტივად მოგლიჯესო ღობეო ხო ბეტონი რაღაცა თქვენ გქონდათო ნაჩალიჩარი ეგრე მარტივად პროფესორ მოგლიჯავდა ბეტონი მოაკვირდა ძალიან უცნაურობა ჩვენ წინა დიდ გადაცემაში 3 და კოს ფორმატი რაც იყო იქ ვარჩევდით ეგეთ რაღაცას რომ რა სიტყვიან 4 ოქტომბერზე ხო ამბობდნენ რომ 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ ხო იყო ეგრე შალვა კი ბატონო ყველაზე მაგარი პასუხი ვინ გასცა თუ იცით რამდენად გვაქვს აქ მაგაზე ყველაზე მაგარი პასუხი ვინ გასცა აი ვინ იყო ვინც აი ფილოსოფიურად შეაფასა ეს ყველაფერი მურმან დუმბაძე მიცით რა თქვა დღე ხვალაცის იქნება ხვალაც 4 შაბათია ზეგაცო და მაზე ზუსტად ქართული სიმღერა ხედა ჩემი პროგნოზი რა იყო ყოველ დღე იქნება რევოლუციის დღე დღეს მეგობრებო გაცხადდა აგერ პრემიერმას თქვა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ აქვს ახლა რუსთავი ორზე მე მგონი და თქვა რომ ახლა ქვეყნის მასშტაბით ტარდება სპეცოპერაცია ყველა ის ადამიანი ვინც დააშავა ის არის იდენტიფიცირებული და ელის ბუნტრახ ბაბახი რა ელის ბუნტრახ ბაბახი ელის კი ბუნტრახ ბაბახი მე რა თქმა უნდა მართლა ზოგიერთი გზააბნეული შეურაცხადი მეწოდება ეხლა რა თქმა უნდა ეხლა გამოაცხადებენ პოლიტპატიმართ მაგრამ ნუ რა პაატა ბურჭულაძეზე ამ პოლიტპატიმარი შევიძინეთო ბიჭო ქვეყანამ შეიძინა კიდე ახალი პოლიტპატიმარი იმ რა ქვია მითოლოგიურმა საჭურისმა რო დაწერა ლაშა ბუღაძე ეხლა უნდა ნახოს ლაშა ვიღაცაო გრაფას ეგედმა თქვაო რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ პატიმარიაო და ამას დიდი რეზონანსი კაც ბიჭო ამხობდა ან თავრობის დამხობის აღმსრულებელი იყო არა ლაშა ბუღაძე მაგიტომ ციხეში ლაშა ბუღაძე არის სერიოზული ნახეთ საჭურის ლაშა ბუღაძე ეს რა არის ხედავთ ვინ არის ვინ გაიჩნდა მეგობრებო პრეზიდენტის როგორც
სიაბანდი პრეზიდენტის, ყოფილი პრეზიდენტის შენჭიმე ძმა, რომელიც ამბობდა სალომე ზურაბიშვილზე, სალომე ზურაბიშვილზე როცა იყო გაბრაზებული, ამის ჩანაწერი არსებობს ინტერვიუში თქვა, რომ FSB-ს კადრიაო. ჩემი დაო. კი. თქვენ ოჯახს შემოვლე. დამომიკვდეს ამბობდა. თქვენ ოჯახს შემოვლე. გაია, დაძმობა მევასება ეგ. მოძებნოთ ეგ და გაუშვათ, მაგრამ ეხლა ამას ამბობს, აი გაუშვით. ორი აზრი არ არის, რასაკვირველია, რომ უნდა გაგზელდეს. მე არა ვარ იმდენ გაცურებული, იშვიათი მოვლენა არის, როცა გამოვიდა რა კაცურად მიესალმა. თითქმის 200,000 არა კაცი ერთ აზრზე. მე მაქვს იდეა, რომ შეიქმნას რაიმე პარტია, რომელიც იქნება გარკვეულწილად რეპრეზენტატორი ფრანგი ქართველებისა, ვინც ილაპარაკებს ესე ვაჯიუ, კრევო, ეს სალომე და კიდე მეოთხე ერთი ხუთი კაცი უნდა. კარჩი გვარი ვისაც ეგრე უწერია Facebook-ზე ჩვილი, ზოურაბი, ხო. არა, მე ნახე სერიოზულად ვამბობ. ესეთი პარტია რო ყავდეს პარლამენტში, თქვა 3-4 კაცი, ვინც გამოვა და ილაპარაკებს ყველაფერი კარგად არის. ვაჯა. ჭიაბერაშვილი არ გავა მაგ თემაში. ეგ არის ფრანგული. მე მაგრა გამარჯვება. ესენი ხა ეწევიან ფრანგული დიად ფრანგული კულტურის დისკრედიტაცია. კი. რადო ფრანგული პრონონსის დისკრედიტაციას ეწევიან. გაიგე? ფრანგული ათასი კაცი გამოდი. აკა გამოდი. არა. იმ ყველაფერი კაგადარი. აკა იმენა ძმაო მე მინდა გასამაში ერთი 5 წუთიანი კარიკატურის ან იმის პაროდიის ის ხო არ ქონდეს ხოლმე და მარტო გურის დაურთმოთ ეთერი. რატო მე შემილია კარიკატურები? მინდი მე. და შენც მაგრა აკეთებ ზოგადად. როცა მოგინდება კარგად. ზარმაცობ ისე, ისე ზარმაცობ რა. მეგობრებო, ხო და დაიჭერენ ახლა ამათ, ამ ბავშვებს დაიჭერენ, რაღა ბავშვები არიან? კარგი. ბაჩი ვალიშვილი ვინ არის და რატო დაგვიწერეთ და რატო უნდა გავა? სახიობი, გავუშვით თუ შეიძლება. ეს პროტესტი არის ახალი. ეს პროტესტი არის ადამიანების პროტესტი, ხო, ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩემი. გააჩერეთ, კინდერ სიურპრიზია. ვინ არის ამ სახიობი? დვალე გაუკეთეთ. გააჩერეთ, მოაშკეთ. პარტიაში შევიდა. რამ სახიობი ეს? და ჩვენ ვიცეკვეთ რო არის ფილმი ბანდა. წყლის ტოფი უნდა ეჭიროს. გეიმზე რო. ამას უნდა ეჭიროს წყლის ტოფი, ეხა ავტომატი და ბუმტრა. აი მაშინ ბარამზე გაუშვა. ნამდვილი მეომარი, ეს მეომარი იყო. ეს მე დავინახე. სუ რო ერთი ის გამოაძრო ღობეს სარი და სადღაც ინახავდა. ეგეთი შუტკები ხო კაია. ხო ღირსებიან იდიოტური შუტკები. ამან გამოაძრო მეგობრებო პრეზიდენტის სასახლის დიდი ღობის სარი და როგორც დიკიცება გარი და შეინახა. ერთად და შეინახა. რეალურად ესენი ახდენენ ჩვენს ინტელექტუალურ დეგრადაციას. კი. იმიტომ რომ ვეღარ შევდივართ მსჯელობაში, სიღრმეში, ანალიზში, ვეღარ შევდივართ. ეს რაღაცა უნდა ვუყო. ამათი ბრალია. გაუშვით. როგორც მიხეილ სააკაშვილი თავაზობდა ყველას რომ გაერთიანდით და ნაციონალური მოძრაობა ამბობდა როგორც დიდი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანი სია იქნება ის ნახევარზე ყაბულსავართ სახელზე უარს ვამბობთ ნომერზე უარს ვამბობთ ფერზე ყველაფერზე უარს ვამბობთ ყველაფერი დაკარგეს რა უარს ვამბობთ რა ახლა გვაქვს შანსი რომ ერთიანი ფრონტი თუ ნომერიც არა ძალიან მაგარია გააჩერეთ თუ შეიძლება ნომერიც აღარა გაქვთ სახელიც აღარა გაქვთ ყველა დაჭერილები ვაფშე არაფერი ფეხზე უარს ვამბობთ ფეხზე უარის მარასებაზე აღარ წავიღებთ ბარინდობა სავსავანებად აღარ გამიგზავნებით ცუდ ბიჭებს აღარ დავარიგებთო შანტაჟის მიუხედავად ხაბიგუშკაზე აღარ ცუდ ბიჭებს აღარ გავეგზავნე ისინი ადებინებენ ეთყო ამიდი ბიჭები რადე ფეხობას ჩემი ფეხია გაფეხი ვახჩები მარა იმ ბაჩვალიშვილმა რევოლუცია ვერ მოახდინა ანუ არა და ბიჭო მაგარი კაცია არა და ბიჭო ყველა პონჩი უნდა მოეხდინა არა და მართლა რა რო დაინახავდნენ ეხა აი მაგათ რაღაც პონჩი არის იმიჯურად აი ფიდელ კასტრო და ჩერო გააერთიანო რა ის ინსტიტუციურად ეს რევოლუციურად მაგათ დიმიტრი ცკიტიშვილს აექვა დიკა მისტერ დიკი ნახეთ რას ამბობს ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ დავადასტუროთ რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები ორი პატიმრები არიან ეგრე არ არის გააჩერეთ
საქმეც მაგაში რომ ეგ დაადასტურო, თორე აბა ესე ყველას შეუძლია. ვაფშე სერიოზული სასტავი შეკრებილა, მე რა. მოდი ეხა გავუშვათ თენგო. აუ, ეგ რა ჩლენია. მინა, თენგო გავუშვათ. თენგო არანაკლები. გავუშვით. თითზე ჩამოსათვალელი ადამიანი მეგულება ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეში დასრულდეს. რეჟიმი და პროდასავლური ეროვნული ძალები მოვიდეს ხელისუფლებაში. ცოტა ადამიანი მეგულება ესეთი. მაგრამ ეს რეჟიმი ერთ დღეში ვერ დასრულდება. იმიტომ ვერ დასრულდება და ამას უნდა შევეგუოთ. შეეშალა, ბევრი ადამიანი მეგულება. არა, შეიძლება მართლა გულში რაც უდევს, იმას ბაზრობს რა. ეს კარგად არ არის, ეს ვაფშე პრობლემიდან არ გააკეთეთ, გაფუჭდა წაიღეთ. იყო ეს შეიძლება. შეაკეთეთ Windows-იან გადასახადი. ბევრი აი ეხა მოგვიწევს შენ ანალიზი შეეძლო, ეს იყო მისი გულის თქმა, ეს იყო ფროიდული ამოცდენა, ეს იყო იდიოტიზმი უბრალოდ. მიზასტაიანი იყო. გიანოდი, აგე კარლ მარქსი. კაცი რომელიც იყო ბიჭო მარქსი მეცნიერული კომუნიზმის უძემდებელი კი ბატონო შემეშალა მეცკომის არა ოღონდ მეცკომის ბოლო პროპაგანდისტული ვარიანტის არა ხო იცი მეცნიერული კომუნიზმი უნდა შეისწავლო არა პარტიული წრეხიდან არამედ თავისუფლად და ეს იყო აი ამის არა მართალი გავუშვით ბიტონო ზონაზე ნაკეთია მოვლენა ну რაღაცნაირად ორ მხრივად შეიძლება შევაფასოთ ნეგატიური მხრივ რა თქმა უნდა ეს იყო ну მარცხი რაღაც გაუთვლელი გულუბრყვილო თავგანწირული ამავე დროს რაღაც მცდელობა მაგრამ მარცხი და ასე აღიქვა და განიცადა ეს იქ ყოფნა ხალხმა მაგრამ მეორე მხრივ აი ამ საპროტესტო ყოველდღიური განუწყვეტელი პროტესტის 300 მე რამდენი დღე იყო მე 14 თუ რაც იყო ამდენი ხალხი რო შეიკრიბა ისე ხო გასაგებია რომ მაინც ახლა მილიარდი 200,000 კაცი მილიარდი თამარა ჩერგოლიშვილი არის ყველაზე მაგარი ქალი მსოფლიოში გაუშვით შორის კი კაი თამარ ჩერგოლიშვილი აღარ უნდა უშვებდეთ ბავშვებზე რაც ამას დადებს ოქროს კვერცხს გათამი ნატურის ხეს ვიპოვი თუ არა თქვენთანავარ ანუ როდესაც მეუნებოდნენ რომ რაღაცას ხელს უშლი ხო როდესაც ვიძახდი რომ ესე არ ხდება ხალხო და რაღაცა დრამატურგია სჭირდება ყველაფერს და რევოლუციები ესე არა ანონსდება და მართლა რაც გავაჩეროთ მართლა მოვილაპარაკოთ მაშინ არა გავუშვათ ხოლმე ენანება ხა რო არ გავუშვათ მაგრამ ექსი ასაკუთრებულები უნდა გავუშვათ რაც ამ ბავშვებზე თქვა ხო ამ მანიაკმა არანაკლებ მანიაკებს უშვებთ კაცო სწორია მანიაკები ნახე შენ ეს ბოლო იმათში მართალია ხო რაღაც ეხაც მართალია მაგრამ ამას რაგონია იცი რომ თვითონ არის მაგარი და ბოკერია უფრო მეც შეძლებს არ მიუშვეს სტურვალთან ბოკერიას დაჟე არ იჭერენ ხა ხო ხვდებით სად არის ვარ ყველას ფეხებზე მიულავი მიჯო ხო რა ყველას ფეხებზე კიდია კი კარგით მერაბ მეტრეველი შლანგი მეცახერად შლანგი რა იყო მართლა ეგრეთია კაია ძალიან კაი მართლა ბიჭო ხო არ მიღადაო ეს აღოლს მაგარი ნაცხოვრებია შეხედე და მიხვდები ამ ადამიანებს კონდათ ასეთი განცდა, რომ ქვეყანაში არის რევოლუციური განწყობა და იყო ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ იცი რა, აღარ გვინდა ეს სეირნობაზე ვიტყვევით, ხო, ეს მარშები, რუსთაველზე დგომა, არის რევოლუციური განწყობა, უბრალოდ არ არიან ლიდერები, რომლებიც რევოლუციისკენ ხალხს გაუძღვებიან. და როგორც ჩანს, ადამიანი ფიქრობს, რომ რადგან არის რევოლუციური განწყობა, მოდი ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ადგილი თავისუფალი არ დათო. ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე და თუ ლიდერები აკლიან ხალხში თუ რევოლუციას ეს აკლდა აკეთა ის კიკნაველიძე ეგძალა დააჭდა კაი მერაბა მეტრეველი არ მაინდა შალვა ეს კიკნაველიძე დააკლდა წამყვანი ერთ-ერთი ეს ძალიან ის არის ძლიერი პერსონაჟია ფიზიკურადაც და სულიერად აი ბრძოლასთან თუ რამე ასოცირდება და იმასთან ვაჩორს ეს და ეს მეტრეველი იმასთან რომ პაატა ბურტულაძის პარტიის წევრი რო იყო ეგ თავის ძოზე იყო ეხა ხო აღარ არის რა გჭირს ხო და რო იყო თქო რაღაცა მეტი ემპათია არ მართებს თავისი ყოფილი ლიდერისადმი მოდი ეხლა ცოტა სერიოზულად და ძალიან სერიოზულად დიდი მადლობა უთხრათ ჩვენს სულს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ დაცვას მართლა მაგრები ხართ დიდი მადლობა სამთავრობო დაცვის და ეხლა მიდის და მიდის პროცესები ამათი როგორ ბაჩო ბუმტრახ ბაბა ტურბუმ მოკრა მოსავლის შემოდგომა და მოსავლის აი ციცილებს როდის იტყვიან ხო და ის ბიჭი ვიდეოც არის რომ
შიშველი ხელებით რომ დაუპირისპირდა ბრბოს პრეზიდენტის სასახლის დამცველ სამთავრობოების მაგალითი და საერთოდ ყველა დიდი მადლობა მარტა ქვეყნის გადაარჩინა საქართველოს. გადაგენ ნუ გავაპასუხე აქეთ რომ იყო დიდი არა რა თქმა უნდა ჩვენთან უბრალოდ რა არის ყოველდღიურად გვიწევს ამათი მოგერიება ამ ჭინკების თორე და ეს ხალხი ყურადღების მიღმა რჩება თორე რა თქმა უნდა რომ ამ მოტივებზე უნდა გაიზარდოს თაობა და მართლა ამ მოტივებს უნდა უყურონ ადამიანებმა აი ის ბიჭი ახალგაზრდა კაცი რა ქვია პრეზიდენტის დაცვის წევრი და რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭები აი ესენი როგორც იქცევენ როგორც გადავიტანეთ ამ და როგორ მართლა პროპორციული ძალის გამოყენება და ხო სხვათა შორის სხვა ქვეყანაში სუსტა რომ გადალახეს ეს ღობე ხო სროლის უფლება ქონდა აბსოლუტურად კანონიერი უფლება ქონდა მაგრამ ნუ გავიგე კარგად გამოვიდა კი რა თქმა უნდა ეხა არავის არ ჭირდებოდა უბრალოდ კი ბატონო იგივე რომ მოხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრი სახლის ხო რა მომხდარიყო რომ არა იქ თეთრი სახლის ის რომ გადაელახა რა მოხდა ხო და მოკლეს ის კი და აბა რომ მომხდარიყო ხო არა მასობრივად რომ გადაელახა დახრიტავდნენ უბრალოდ ყველას რა სროლას დაიწყებდნენ იგზა და ხო მოხდა არა მასობრივად ხო არ შევარდნენ მასობრივად რა შევარდნენ და რა შენ კონგრესში ხო არ გერევა კაპიტოლიუმში ხო თეთრში პრეზიდენტის რეზიდენციაში ხო კი ბატონო რომ მოხდეს ეგ არა არც მიუშვებენ შენობამ არა ყვითელი ჟილეტების აქცია აი ესე გადაატარებენ თან დათქმები ჟილეტების აქცია რო იყო ის პრეზიდენტის მისვლა და პირდაპირ დაიჭირეს ის ტიპი არა და მან რამდენიმე კაცი ანუ კაპიტოლიუმის თავდასხმას რამდენიმე კაცი მოკლეს პირდაპირ არა მე ყვითელ ჟილეტებს საფრანგეთზე იქ არ მისულან ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციაზე მიტანილი ირიში ნიშნავს გადატრიალების ცდელობას, რასაც შეუძლია უფლება აქვს ვალდებული რომ აკვეთონ. ქვეყნებში პირდაპირ მოხდა ეს, ანუ რამე ერთი უშინ თუ გუშინ ნახულობდი. ესვრიად. ამსტერდამში არის პროპალესტინური დიდი აქციები რა. იქ დარბევა მიდის ძმა. ეგენი ხო, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ პროსტა პროპალესტინურ აქციას არბევენ ტიპები. ინსტიტუციებზე და შენობაში როცა შედიხარ, ნუ ხო, და ამას ვერ აპრავებენ. და ევროპელებიც მიკუკულები არიან ზოგიერთი ელჩი სადაა ხო და მაგას ჰერჩინსკი მაგან გააღიზიანა და გააქეზა კი ბატონო დიდი მადლობა მეგობრებო ყველაფერი კარგად არის ვაგრძელებთ მუშაობას ხოძე ვარ ხოძე მეტი მაგამდე არა უდგეთ გვერდები სანამ ეგენი რამეს დააპირებენ სერიოზულ ან არჩევნებზე ან არა არჩევნებზე კარგად ბრძანდებოდეთ ყველამდე